ჩვენი ზღაპრის მთავარი მოქმედი გმირია ადამიანი, რომელიც მაჭანკლობით ირჩენს თავს. ეს არის სოლომონ მორბელაძე, პიროვნება, რომელმაც ახალ ციფრულ სამყაროში გაიუმჯობესა თავისი ცხოვრება. ონლაინ პლატფორმამ შეუსუბუქა შრომა, ჯორის ნაცვლად დიდ ეგრეთ წოდებულ ჯიბზე შემოჯდა და მარტივად მიქრის მოქრის. მამა პაპური ეზო, კარმიდამო, დანგრეული სახლი ბანკში ჩადო და იპოტეკით იყიდა უზარმაზარი სახლი თბილისში. სკამლოგიდის ნაცვლად დიდ ტეხზე წევს და iPhone 16 ესაუბრება ბენეფიციარებს. აქვს დიდი, უზარმაზარი ოფისი მაჭანკალი და ისევ ამ საქმიანობით ირჩენს თავს. საღამოს როდესაც დაიძინებს, იგი ჭიდილი აქვს საკუთარ თავთან. ფიქრები ერევა გონებაში, უნდა საკუთარი ოფისები საზღვარგარეთ განათავსოს, რათა ქართველი გოგონები უცხოელებზე დააქორწინოს. ტრადიციული ქართული კულტურა გააცნოს მსოფლიოს. ამისთვის საჭიროა თვითონაც წიგს მოკიდოს ხელი. რაქნას ნამუსი გაიწყვიტა პლატონთან ჩავიდა, რომ მისი უნივერსიტეტ დამთავრებული შვილი ოფისში მენეჯერად დაინიშნოს. ამით გამოისყიდის დანაშაულს, რომელიც ძალიან აწუხებს. ასე მიდის ჩვენი გმირის ზღაპრული ცხოვრება. როგორ განვითარდება მოვლენები მწვერვალზე ასული სოლომონი შეინარჩუნებს ყველაფერს თუ ისე მოტყუებული დარჩება. დაელოდეთ, ჩვენ კვლავ დაბრუნდებით. დროებით.